ყველას აინტერესებს ერთი კითხვა. დასრულდა თუ არა ომი ირანთან და თუ დასრულდა, წარმატებული იყო. ჩვენ ამ კითხვას საფუძვლიანად განვიხილავთ. შემომიერთდით ძალიან საინტერესო საუბარში ლეიტენანტ პოლკოვნიკ იონათან კონრიგოსთან, რომელიც FDD-ის უფროსი მკვლევარია და ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი სპიკერია. ეს არის კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს და დღეს ჩვენ მას დეტალურად განვიხილავთ გადაცემაში True East. იონათან, მიხარია შენი დაბრუნება. Shalom Don, სასიამოვნოა ყოფნა. რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი პროგრესი მიღწეულია ირანთან სრულ და საბოლოო შეთანხმებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ამ კონფლიქტის დასრულებას. მინდა დაგისვათ კითხვა, ვფიქრობ ეს ყველას აინტერესებს. დასრულებულია? მოკლე პასუხი იქნება არა, ასე არ ვფიქრობ, რადგან მგონია რომ ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს სიღრმისეული გაუგებრობა აქვს მენტალიტეტის შესახებ. რას ნიშნავს შიიტური წინააღმდეგობა, რას წარმოადგენს ირანის რეჟიმი და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ისინი მართლა მუხლებზე დავიყვანოთ და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს. და ვფიქრობ ამერიკელებმა ბევრი რამ სწორად გააკეთეს. ვფიქრობ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან კონცენტრირებული იყო იმაზე, რომ ირანელებისთვის და რეგიონისთვის ეთქვა თქვენ ბირთვული იარაღი არ გექნებათ. და პრეზიდენტი ამ საკითხში ძალიან თანმიმდევრული იყო. აშეშუმ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან ეფექტური ეკონომიკური და სამხედრო ზომები მიიღო და ეს ზომები ნამდვილად აზიანებს მათ. მაგრამ ჩემი აზრით ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა გასავლელი იმ ტანჯვიდან და ზეწოლიდან, რომელსაც ამერიკელები ირანზე ახორციელებენ. იმ დროს, როცა ჩვენ საუბრობთ ეფექტური ეკონომიკური ბლოკადის მიუხედავად, ჯერ კიდევ შორია ამ ყველაფრის დასრულებამდე. და იმისთვის, რომ ირანელები რეალურად აიძულონ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, დანებდნენ, ან თქვან ჩვენ ვნებდებით და დავთანხმდეთ იმ პირობებს, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დააყენა, ეს ისა, რაც მათ მოუწევთ გააკეთონ, რაც ნიშნავს, რომ ირანში აღარ იქნება გამდიდრება. და საბოლოოდ სამუდამოდ უარს იტყვიან ბირთვული იარაღის პროგრამაზე. იმისთვის, რომ ირანის რეჟიმი ესეთ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, ვფიქრობ, გაცილებით მეტი ტკივილი ზეწოლა და მოჭერა იქნება საჭირო. იმიტომ რომ ირანის რეჟიმს მე ვიტყოდი უფრო მაღალი ზღვარი აქვს ტანჯვის ატანის უნარში. ძირითადად იმიტომ რომ მათ ნამდვილად არ აინტერესებთ რა მოუვა ქვეყანას, სამოქალაქო მოსახლეობას და რა იქნება გრძელვადიანი შედეგები. ასევე იმიტომ რომ შიიტურ კულტურაში წაგება და მოგება განსხვავდება იმისგან როგორც შენ, მე, ამერიკელები, ისრაელელები და დასავლელები აღვიქომთ მოგებასა და წაგებას. კერძოდ როგორ მათთვის, მათ ისტორიულ კონტექსტში, როგორც შიიტებისთვის, ისლამის სხვა მიმდინარეობების წინააღმდეგ, მაგრამ ასევე სხვა რელიგიების წინააღმდეგაც, მარცხი, აშკარა სამხედრო მარცხი, შეიძლება აღიქმებოდეს როგორც დროებითი უკუსლა ან თუნდაც გამარჯვება. და თუ შეხედავთ შიიტების ისტორიას, განსაკუთრებით შიიტურ ირანულ ისტორიას, დაინახავთ, რომ ისტორიაში ბევრი ისეთი შემთხვევაა, როცა შიიტები ბრძოლის ველზე დამარცხდნენ. მაგრამ ისინი ამას გამარჯვებად აცხადებენ. და მათ შექმნეს გამარჯვების ისტორიები, რომლებიც შემდეგ მათ ფსიქიკაში და ზოგად ეთოსში გამარჯვების ფორმირებად მოვლენად დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ თუ სამხედრო და გონივრული ლოგიკით გაანალიზებ, ეს სინამდვილეში მარცხი იყო. და ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ცოდნაა. აქამდე ამერიკელების ქმედებებს ბევრი ქება მოხვა. ვფიქრობ ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამ დროში ვცხოვრობთ. ხედავთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი აკეთებს იმას, რაც მისმა ყველა წინამორბედმა ვერ შეძლო. ეს არის ლიდერობა, უნარი შეინარჩუნოს ზეწოლა და გააკეთოს ის, რაც საჭიროა. რათა მომავალში საფრთხე აიცილოს აშშ-მ, რეგიონმა და რა თქმა უნდა ისრაელმა. მაგრამ რასაც ხედავთ ჩემი აზრით, ჯერ კიდევ გარკვეული გაუგებრობაა იმის შესახებ, თუ რა არის მეორე მხარის мотиваცია, რა ამოძრავებთ მათ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ისინი მართლაც მოაწერო ხელი საჭირო შეთანხმებას. ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ამას აზრი არ აქვს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სულ რამდენიმე დღის წინაც კი თქვა, რომ შეთანხმება არ იქნება, თუ ირანში გამდიდრებული ურანი იქნება. და როგორც ვიცით, ირანში ჯერ კიდევ არის გამდიდრებული ურანი და ბირთვული პროგრამის ნაწილი. ეს ჯერ კიდევ არსებობს. ასე რომ ისინი იტყვიან, რომ ის ამას შუალედური არჩევნების გამო აკეთებს, ან იმიტომ რომ როგორც დღეს ვიღაცა მომწერა, მას არ ყოფნის გული, რომ ეს ბოლომდე მიიყვანოს. არის აქ სხვა სტრატეგია, ანუ რა არის მისი მოქმედების გეგმა ახლა, უბრალოდ უკან დახევის გარდა.
მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ეფექტურად დროს იგებს შიდა პოლიტიკის მხრივ, ბაზრის მხრივ, ნავთობის ფასის მხრივ და საერთაშორისო ზეწოლის მხრივ. ის ეფექტურად დროს იგებს, აძლევს საკუთარ თავს მეტ დროს, რომ ეკონომიკური სანქციები და სამხედრო ზეწოლა უფრო მძიმედ დააწვეს ირანის რეჟიმს. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის თავარი, რომ გადმოსცეს თითქოს პროგრესია, გადმოსცეს, რომ ირანელები მართლაც პირდაპირ მოლაპარაკებებში არიან. ისინი რბილდებიან და მზად არიან შეთანხმებისთვის. მაგრამ ირანელები გარედან Twitter-ზე ძალიან მკაცრები არიან, ბევრი მათ ოპოზიორობა, ბევრი მკაცრი განცხადება, ბევრი ტრაბახია, მაგრამ ხედავთ, რომ მათი ქმედებები ნამდვილად არ ემთხვევა განცხადებებს. ისინი ბევრად ნაკლებს აკეთებენ, ვიდრე ამბობენ, რომ შეუძლიათ. ბევრად ნაკლები გააკეთეს. ასე რომ ვფიქრობ, პრეზიდენტი ყველა ფერზე ზეწოლას ახორციელებს, იყენებს სამხედრო ძალას და ეკონომიკას, ეკონომიკურ სანქციებს და თავისუფლების ოპერაციას, რომელიც ეხლა მიმდინარეობს. ეს არის ზეწოლა. ირანის პორტებზე წვდომის არ დაშვება, ეს არის ზეწოლა და ის ფაქტი, რომ ირანელებმა იციან თუ ისინი ესკალაციას მოახდენენ, სერიოზულ დარტყმას მიიღებენ. თუ ისინი ესკალაციას მოახდენენ და თუ ისინი ამერიკულ ხომალდებს დაესხმებიან თავს, თუ ისინი უფრო მნიშვნელოვანს გააკეთებენ, ვიდრე უბრალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმა, როგორც აჩვენეს, რომ ამის უნარი აქვთ, მაგრამ ისინი საკმაოდ მგრძნობიარე სიტუაციაში არიან. და მე ვფიქრობ, პრეზიდენტი ცდილობს დრო იყიდოს, რათა რეჟიმის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს მეტი ეფექტი კონდეს და მათ რეალურად მოუხდეთ მოსვლა და შეთანხმების დადება. დიახ, იცით, აქ უკვე ნამყოფები ვართ. შენ და მე ჩვენ ბევრი წლის წინ ვისაუბრეთ JCPOA-ზე, ვფიქრობ ორივეს გვესმის, რამდენად ხარვეზიანი იყო ეს შეთანხმება. რატომ იყო ხარვეზიანი? ძალიან ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მან ირანის რეჟიმს ბომბისკენ ლეგალური გზა მისცა. მან მათ მისცა წვდომა ფულზე, გაუქმებულ სანქციებზე. მან მათ მისცა წვდომა ტექნოლოგიებზე. მან მათ მისცა დრო, რომელიც დასჭირდებოდათ 10,000-10,000 ბალისტიკური რაკეტის წარმოებისთვის ან შეძენისთვის. მათ ექნებოდათ დრო, რომ შეეთავსებინათ რაკეტები და ბირთვული კობინები. და ეს მათ მისცემდა შესაძლებლობას საბოლოოდ ლეგალურად მისულიყვნენ გარღვევის ეტაპამდე და ქონოდათ გამდიდრებული მასალა საკმარისად მაღალი დონით, რომელსაც შემდეგ გამოიყენებდნენ იარაღისთვის. და შეთანხმების ბოლოს გადაიქცეოდა ბირთვულ ბომბად. და ვერავინ იტყოდა, რომ ირანელებს ამის გაკეთების კანონიერი უფლება არ ქონდათ. ეს იყო JCPOA. ამიტომ იყო ის ესეთი ხარვეზიანი, ამიტომაც ამდენმა ისრაელელმა და ამერიკელმა თქვა, რომ ეს კარგი შეთანხმება არ არის. იგივე თქვეს საუდელებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ. ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ტრამპი მოიყვანეს. მე ვფიქრობ, როცა ნეტანიაჰუ კონგრესში მივიდა და მსოფლიოს წინაშე ეს თქვა, ამან მისი ურთიერთობა ტრამპთან დღევანდელ დრემდე განამტკიცა. მე ვფიქრობ, ტრამპმა ეს დაინახა და თქვა, ნახეთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც ამერიკის წინაშე დგას ისეთ რეჟიმში, რომელიც ისრაელის მიმართ ზედმეტად მეგობრული არ არის და მაინც იცავს ამას. და როცა ეს არ მოხდა, ვფიქრობ, ტრამპს თითქოს რაღაცა მოტივაცია გაუჩნდა. დიახ, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს უნდა შევხედოთ და დაუფასოთ ის, რომ ირანის საკითხში ძალიან თანმიმდევრული იყო. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კაფიო იყო და ეს მუდმივად განმეორებით განაცხადა. პირველ რიგში, როგორც პრეზიდენტის პირველი ვადით ყოფნისას, ასევე კამპანიისა და ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ის ყოველთვის ძალიან კაფიო იყო. და სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ირანის რეჟიმმა, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ შეცდომა დაუშვეს, როცა იფიქრეს, რომ ეს პრეზიდენტი ისეთივეა, როგორც სხვები, რომლებიც მხოლოდ სიტყვიერად ამბობენ, რომ ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. ეს ბევრ პრეზიდენტს უთქვამს მანამდე, მაგრამ მათ არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ დონალდ ტრამპი ამ საკითხით ძალიან თანმიმდევრული და მკაფიო იყო. და ვფიქრობ, ეს სიტუაცია, რომელშიც ახლა ვართ, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა. ირანელებს შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ ბევრი ტანჯვა საკუთარი თავისთვის და ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდა, რომ მოესმინათ და გაეგოთ, რომ არა, მათ აღარ გაუვათ იგივე დაშინების ტაქტიკა და იგივე მოლაპარაკებები.
სხვათა შორის ისინი ძალიან კარგად იყენებენ მოლაპარაკებებს, მათ ყავთ ძალიან გამოცდილი მომლაპარაკებლები, მათ ყავთ გუნდი, ვიტყოდი სოფლიო დონის მომლაპარაკებლების, რომლებიც გამოცდილი, ჭკვიანი, კვიანი, კარგად იციან რას აკეთებენ და დიპლომატიური გაჭიანურების ტაქტიკას სულად იყენებენ. და ეს ოსტატურადაც გააკეთეს. ეხლა ისინი ხდებიან პრეზიდენტს, რომელიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მედიის ზეწოლას სხვანაირად პასუხობს. ის წინააღმდეგობას უწევს, შეუძლია ამ ზეწოლის შენარჩუნება და თანმიმდევრულია, რაც მათ აქამდე არ შეხვედრიათ. ასე რომ ირანის სისტემა ცოტა არეულობაშია. არეულობა, იმიტომ რომ ისინი უპირისპირდებიან მტერს ან მოწინააღმდეგეს, რომელიც სხვანაირად იქცევა, ვიდრე ისინი მიჩვეულები იყვნენ და იმიტომაც რომ ისინი გაშიშულდნენ, მათი სამხედრო სისუსტე გამოაშკარავდა. მათი შიდა პოლიტიკური სისუსტეც გამოაშკარავდა. მათი კორუფცია და ირანის რესურსების, წყლის, ელექტროენერგიის, ნავთობის, ინფრასტრუქტურის არასწორი მართვაც ყველასთვის აშკარა და თვალსაჩინოა. მაგრამ ალბათ ყველაზე დამამცირებელია ის, თუ რამდენად ძლიერად დაარტყეს მათ აშშ-ში და ისრაელს. იცით, ეს ერთ კითხვას მიჩენს. ჩვენ საუბრობთ მოლაპარაკებებზე. აბას არაღჩი ხელმძღვანელობს მათ მოლაპარაკებებს და არსებობს დიდი კითხვა. როცა პრეზიდენტი ტრამპი ირანს ურეკავს, ვინ პასუხობს ტელეფონს? მართალია. იცით ვინ არის ეს? ზოგი ამბობს, რომ ეს აბას არაღჩია. ზოგი ამბობს, რომ ეს მუხაბაა, ხამენეის შვილი. ვინ არის? მას შემდეგ რაც ეს დარტყმა მივაყენეთ, რა ხდება ახლა ირანში, თქვათ, ხელმძღვანელობაში, სანამ ირანის ხალხზე გადავიდოდეთ და არ ვიცი, გვაქვს თუ არა რაიმე წარმოდგენა ხალხზე, ვინ პასუხობს ტელეფონს, ვინ არიან რეალური ძალაუფლების მქონე პირები. ამიტომ ვფიქრობ, ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს შეფასებებში, რადგან ნამდვილად რთულია იმის ცოდნა, რა ხდება ირანში. ვიტყოდი, რომ საკმაოდ სერიოზული ომის ნისლია. არსებობს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, ვინ მართავს რეალურად, ვინ არის პირველ ადგილზე და ვინ მეორე ადგილზე. ეს გაურკვეველია. მაგრამ ვიტყოდი, რომ ის, რასაც ხედავთ ირანის გადაწყვეტილებების მიღებისა და ქმედებების მხრივ, გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას. ან გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ისინი, ვინც მართავენ, არიან მკაცრი ხაზის წარმომადგენლები და ძირითადად ეს არის ირანის რევოლუციური გვარდია, რამდენიმე გენერალი, რომლებიც ხელმძღვანელობენ. ისინი იყენებენ საკუთარ ბრძანების ჯაჭვს, რომელიც დანარჩენი სისტემისგან განცალკევებულია. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, ვის ესროლონ რაკეტები და რა გააკეთონ. საერთაშორისო სატვირთო გემები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნავთობის ობიექტების საამიროებში ამერიკულ გემებს, სწორედ ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. იშვიათი შემთხვევა, როდესაც ირანული სისტემის ქაოსში ჩახედვა შეიძლებოდა, იყო მაშინ, როცა პეზესკიანმა, ირანის პრეზიდენტმა, Twitter-ზე გამოთქვა თავისი უკმაყოფილება იმ ფაქტით, რომ ირანმა დაარტყა საამიროებს. სადაც მან თქვა, იცით, ეს ჩვენ არ გავაკეთეთ. და ეს ნამდვილად არ იყო ის, რაც ჩვენ გვინდოდა გავეკეთებინა. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეორე ან ადამიანი, რომელიც თითქოს და მეორეა ხელისუფლებაში, არის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ეძახიან უზენაეს ლიდერს, მუჯდა ბაჰამინა, ვისი შვილიც არის, ვინ? ზუსტად არ ვიცით, რამდენად ეფექტურია ის რა ტიპის კონტროლი აქვს მას რეალურად პროცესებზე. არსებობს ცნობები, რომელთა დადასტურებაც არ შემიძლია, რომ ის, იცით, სულიად იზოლირებულია, რომ მას რეალურად ირანის რევოლუციური გვარდია აკონტროლებს. და ისინი უბრალოდ იყენებენ მის თანამდებობასა და მის თანამდებობის უფლებამოსილებებს იმისთვის, რომ გაატარონ ის პოლიტიკა, რომელიც მათ სწორად მიაჩნიათ. ეს საკმაოდ გავრცელებული შეფასებაა იმ წრეებში, რომელთაც მე ვუსმენდი. მაგრამ შემდეგ არის პეზეშკიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ირანის პოლიტიკის სხვა ტიპს წარმოადგენს. შესაძლოა უფრო ზომიერი. თუმცა ისევ და ისევ ზომიერება უცნაური სიტყვაა. ხო, ეს მართლაც უცნაური სიტყვაა. და ვფიქრობ, ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ირანში ოფიციალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ზომიერების რომელიმე ვერსიას ვიყენებთ. ისინი რეჟიმის ნაწილია, რომელიც ირანელებს ხოცავს, ირანის ხალხს ავიწროებს, ტერორს აფინანსებს და მთელ ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობას ქმნის. ასე რომ, იცით, როცა პეზეშკიანი ზომიერებაზე საუბრობს, ამას დიდი ეჭვით უყურებ. მაგრამ თავარი ისაა, რომ ჩვენ ვუყურებთ სისტემას, რომელიც როგორც ჩანს, გარკვეულ არეულობაშია, სტრატეგიულად, მაღალ დონეზე, რა გააკეთოს და საით წაიყვანოს საქმეები აქედან.
თუმცა როცა ვაანალიზებ იმას, რასაც ისინი სამხედრო დონეზე აკეთებენ, ვხედავ მოქმედ სამხედრო სისტემას. ხედავ, რომ ვიღაცა იძლევა ბრძანებებს, ალბათ თეირანში, და ბრძანებები სრულდება ბრძოლის ველზე, ხორმუზში ან სხვა ადგილებში. ხედავ, როგორ გაიცემა ბრძანებები, ისვრიან რაკეტებს, უშვებენ დრონებს. ამისთვის საჭიროა მოქმედი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების სისტემა, საჭიროა კომუნიკაციები, საჭიროა ლოგისტიკა და საჭიროა ძალები, რომლებიც შეძლებენ ბრძანებების შესრულებას. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს. ასე რომ, როდესაც ამერიკელები და ზოგიერთი ისრაელი პოლიტიკოსი საუბრობენ ირანის სრულ ქაოსზე, ეს სინამდვილეში არასწორია. არსებობს მოქმედი სამხედრო სისტემა, რომელიც დაზიანებულია და ნაკლებად ძლიერია, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ მაინც მუშაობს. დიახ, ეს გავს იმ სურათს, როცა ჭიანჭველების ბუდეზე ფეხს დაადგამ და უცებ მის ცენტრს გაანადგურებ. შემდეგ კი ხედავ, როგორ იფანტებიან ჭიანჭველები ყველა მიმართულებით. ასე ჩანს, თითქოს ირანი ასე იყო მოწყობილობილი. გულისხმობ, სანამ ისინი ცენტრალიზებულები იყვნენ, ისრაელმა დააშეშეშ რამდენიმე წუთში გაანადგურეს ეს ცენტრალური ბირთვი. ამიტომ ჩემი კითხვა ესეთია. თუ ყავს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სარდლები, რომლებიც ბრძანებებს გასცემენ, გენერლები ჰორმუზის გასწვრივ, ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ არის იარაღი, რომელიც ალბათ უკვე დააგროვეს, რათა დაემუქრონ მსოფლიოს უდიდეს საზღვაო მარშრუტებს. ხო, თუ ბრძოლა განახლდება, როგორ ფიქრობთ, რა იქნება შეერთებული შტატების სტრატეგია ამ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც ძალიან რთული, დეცენტრალიზებული და ნაწილობრივ ავტონომიური საავტონომიური საფრთხეა, რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიო პარალიზებულ მდგომარეობაში ჩააკენოს? ხო, ეს კარგი კითხვა. ვფიქრობ, ეს ყველაზე მეტად აინტერესებს ჩვენს მაყურებლებს, რა იქნება შემდეგ. და თუ ბრძოლას დაუბრუნდებით, თუ ირანელები გადაწყვეტენ სამხედრო ესკალაციით სცადონ, თავი დააღწიონ იმ ზეწოლას, რომელსაც ამერიკელები ეფექტურად ახორციელებენ ირანზე, არსებობს ვარიანტი, რომ ისინი სცადებენ ძალის გამოყენებას. მათ გამოავლინეს, როგორც მე ვფიქრობ, ის რგოლი, რომელსაც ყველაზე სუსტად მიიჩნევენ, არაბთა გაერთიანებული საამიროები. და მათ შეუტიეს მათ ნავთობის რესურსებს ფუჯაირაში და კიდევ რამდენიმე ადგილას. არაბთა გაერთიანებული საამიროები საკმაოდ კარგად იცავენ თავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზიანი მაინც არსებობს. თუ ირანელები ცდიან ამაზე მეც და შეეცდებიან ესკალაციას, მაშინ ალბათ ამერიკის მხრიდანაც იქნება პასუხი. თუ რუკას შეხედავთ, კონტროლს თხოვე, რომ აქ რუკა ამოეტანა. შეგიძლია ახსნა და ახლოთ სადლოებით სად გადის ჰორმუზის სრუტე, ანუ როგორ იმუშავებდა ეს თუ ამერიკის ძალები იქ იქნებოდნენ. კი, ანუ ჩვენ ყავს ამერიკის ძალები ამ რუკის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ რასაც აქ ხედავთ, არის დასავლეთი ნაწილი, სწორედ აქ რუკის მარჯვენა მხარეს, სადაც წერია არაბთა გაერთიანებული საამიროები, ზუსტად მის ზემოთ. ეს არის ჰორმუზის სრუტის წვერი. და შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ არის რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მთავარი ცენტრი. რა თქმა უნდა, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, რომლებიც ფერით არ არის მონიშნული. აქ არის ირანის ნავთობის ობიექტები ხაჯის კუნძულზე, რომელიც მდებარეობს სპარსეთის ყურის ან არაბეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში. ასე რომ, რასაც აქ ხედავთ, ეს არის არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელიც ალბათ გახდება სამიზნე. ძალიან სავარაუდოა, რომ ირანელები ამ ობიექტებს დაარტყამენ. როდესაც უყურებთ ირანის არსენალს, იმას, რაც მათ ხელთ აქვთ, რაც ჰქონდათ ომამდე და რაც ეხლა აქვთ, ამიტომ მათ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით მიიტანეს იერიში. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც მიიტანეს იერიში ისრეში. მათ სცადეს ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ობიექტებზე დარტყმა ისრაელში. მათ სამხედრო ინფრასტრუქტურაზეც მიიტანეს იერიში. მათ მილსადენზე მიიტანეს იერიში, ხო ასე? მათ აქვთ მილსადენი, რომელიც მუშაობს, ნაწილობრივ ფუნქციონირებს. დიახ, ასეა. რამდენადაც ვიცი, ის ამჟამად ფუნქციონირებს. მათ დაარტყეს, მას მგონი ეს იყო 3.5 თითქმის 4 კვირის წინ. რამდენადაც ვიცი, ის მაინც იმდენად შეაკეთეს, რომ ნაკადი შესაძლებელია. და ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ და დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის სექტორთან, გადამამუშავებელ ქარხნებთან, საცავებთან, ყველაფერთან, რაც ამ ძალიან გზნობიარე და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის ნაწილია, ალბათ ირანის სამიზნე იქნება. და ვფიქრობ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ საკმარისად კარგი დაზვერვა აქვთ, ეს არ არის მოულოდნელი მისია, მათ ბევრი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად და დარწმუნებული ვარ, რომ ირანელებს უკვე უმეტესობა სამიზნეების სიაში აქვთ. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან სავარაუდოა, რომ ირანელები ამასაც შეუტევენ.
საკითხავი იქნება, შეძლებენ თუ არა ირანელები ჰათებს უბრძანონ, გამოიყენონ მათი მეორე აპოკალიფსური იარაღი, რომელიც მათთვის უკანასკნელია და ეს არის მცდელობა დახურონ საზღვაო მიმოსვლა ბაბ ელ-მანდების სრუტეში, რომელიც აერთებს იემენსა და აფრიკის რქას, სომალს, ერიტრეას და იმ რეგიონს. ეს საინტერესო იქნება სანახავად, რადგან ამ დრომდე მიზეზების გამო, რომლებიც ჩემთვის და უმეტესობისთვის უცნობია შეიძლება ითქვას, მათ ან გადაწყვიტეს, რომ არ გაეკეთებინათ ეს, ან უბრალოდ ვერ შეძლეს. და ეს დიდი კითხვა შეძლებენ თუ არა ისინი ამის გაკეთებას მომავალში. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო გადაზიდვებს და ზეწოლას მოახდენს ნავთობის ექსპორტზე. ვთქვათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საზღვაო მოძრაობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ბაბ-ელ-მანდების რეგიონში და სუეცის არხში ამის შედეგად. მისი უმეტესობა უსაფრთხოების მიზნით აფრიკის გარშემო გადის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა. ასე რომ ეს კიდევ ერთი საკითხია ნავთობისა და გაზის სექტორზე დარტყმა. მეორე, ბაბ-ელ-მანდების სრუტის დახურვის მცდელობა და ალბათ უფრო პატარა და სუსტ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ზიანის მიყენების მცდელობა. მე ველოდები, რომ ისინი ისრაელზეც შეეცდებიან დარტყმას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ირანელებისთვის საბედნიეროდ წარმატებული არ ყოფილა, მათ თავიანთი ძალისხმევის სანაცვლოდ თითქმის არაფერი აქვს საჩვენებელი, მიუხედავად იმ დრონებისა და რაკეტების უზარმაზარი რაოდენობისა, რომლებსაც ისვრიან. და ამის პასუხად აშშ-სა და ისრაელს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება პირველად მოიხსნა ხელთათმანები, რადგან ორივე ქვეყანა პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიხედვით აქამდე ხელთათმანებით იბრძოდა. როგორი იქნებოდა ეს, ჯონათან? მინიმუმ 16,000 საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს ირანზე. ბევრ ადამიანს ეს ასე არ ეჩვენება. ხო, რა თქმა უნდა, გარე სამყაროსთვის. მაგრამ პრაქტიკაში რას ნიშნავდა ეს? ანუ რაც აქამდე გაკეთდა, ეს იყო სწორი სამხედრო სამიზნეები, რომლებიც მხოლოდ სამხედრო დანიშნულებისაა. ასე რომ ორმაგი დანიშნულების სამიზნეები ან საერთოდ არ დაურტყამთ, ან ძალიან ცოტა ორმაგი დანიშნულების სამიზნეა დაზიანებული. ირანის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, წყლისა და გზების ინფრასტრუქტურის თითქმის არაფერი არ შეხებია. ეს არის პოლიტიკისა და გადაწყვეტილების ნაწილი, რადგან საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ირანის ხალხისთვის კარგი მომავლის უზრუნველყოფაა. და მათი ინფრასტრუქტურის განადგურება ირანის ხალხს კიდევ უფრო გაურთულებდა საბოლოოდ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, საკუთარი ქვეყნის დაბრუნებას და წარმატებული მომავლის შექმნას. ეს ალბათ მთავარი მიზეზია, რატომაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ეს თავიდან არ გააკეთეს. ეს ალბათ ეხლა შეიცვლება და ვფიქრობ, არსებობს ბევრი ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ირანის რევოლუციურ გვარდიას და უზრუნველყოფს მის ლოგისტიკას. ეს არის მართვისა და კონტროლის, ლოგისტიკის, მომარაგების ან ნებისმიერი სხვა მცდელობის ნაწილი, რომელიც ირანის საომარი ძალისხმევის ხელშეწყობას ემსახურება. ისინი სამიზნედ იქცევიან. კიდევ ერთი საკითხი და თქვენ ამაზე უკვე ისაუბრეთ, ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობა. ფიქრობ არავის გავაკვირვებ. და თუ ისინი ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობას აკვირდებიან, არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმიტომ მიაქცევენ ყურადღებას, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. მაგრამ ყველა ჩართული მხარე, CIA, მოსადი, ისრაელის საჰაერო ძალები, ამერიკის საჰაერო ძალები, მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ მათ დასამიზნებლად. და რო ჩამოაშორონ ირანის ხელმძღვანელობის მესამე თაობა. 2 თვეზე ან 3 თვეზე ნაკლებ დროში, რაც მნიშვნელოვანი იქნება და ეს პროცესი გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეხლა როცა ვსაუბრობთ, უდიდესი ინტენსივობის სადაზვერვო სამუშაოები ტარდება. აშშ და ისრაელი ცდილობენ მიიღონ ვითარების საკმარისად მკაფიო სურათი და შეძლონ იმედია გარკვეული წარმატებით გაიმეორონ ეს. ომის საწყის ეტაპზე, როდესაც ხამინეი და კიდევ დაახლოებით 40 მაღალი რანგის ირანელი ლიდერი იქნა ლიკვიდირებული, ამიტომ ლიდერები, ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა ხორმუზის სრუტე. ვითხოვდი, რომ ეს ცალკეა, რადგან ამას მხოლოდ საჰაერო კომპანიით ვერ შემოიფარგლები. ეს არის. ეს ძალა უნდა იყოს ერთობლივი, ანუ მოიცავდეს ჰაერს, ხმელეთს, ზღვას და რა თქმა უნდა ელექტრონულ ომს, ელექტრომაგნიტურ სპექტრში მოქმედებებს და მასშტაბურ სადაზვერვო შესაძლებლობებს. ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომლის ჩატარების შესაძლებლობაც CENTCOM-ს აქვს და ისინი ამაზე დიდი ხანია ემზადებიან. მათ აქვს სადაზვერვო ინფორმაცია
მათ იციან რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ეს მისია საჭიროებს პრეზიდენტის ბრძანებას. და ვიღაცა უნდა თქვას, წადით, გახსენით ჰორმუზის სრუტე და უზრუნველყავით, რომ ირანელებს აღარ ქონდეთ შესაძლებლობა ხელი შეუშალონ საერთაშორისო მოძრაობას. ეს ნიშნავს, რომ ამერიკას უნდა ქონდეს მზადყოფნა რეალურად შეეჯახოს შესაძლო მსხვერპლის შედეგებს. რაც რა თქმა უნდა ყველას გვინდა რომ მცირე და უმნიშვნელო იყოს. მაგრამ თუ ამას სამხედრო თვალსაზრისით შევხედავთ, ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა მისია, რომელიც დიდი ალბათობით რთული იქნება. იმ შეფასებების მიხედვით, რაც მე მესმის, ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მაგრამ ზუსტად ისე როგორც ამ რეგიონში სხვა ნებისმიერ მისიას. ამერიკას აქვს საკმარისი საცეცხლე ძალა, სადაზვერვო ინფორმაცია და ლოგისტიკა, რომ ეს გააკეთოს. ეს მხოლოდ არჩევანის საკითხია, გააკეთონ თუ არა ეს. ამ კვირასაც კი ამ კვირის განმავლობაში, სანამ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ შეთანხმებისკენ დიდი პროგრესია, ერთ-ერთ წინა Truth Social კომენტარში ეწერა, რომ ბრძოლების განახლების შემთხვევაში დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება. ამავე დროს ომის მდივანმა Pete Hegsethმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თუ არ ცდები, ზუსტად არ ციტირებ, მაგრამ დაახლოებით ის თქვა, რომ აშშ-ს არ დასჭირდება სახმელეთო ძალების ჩართვა ჰორმუზის დასაკავებლად. ასე რომ, ისევ შეიძლება ეს იყოს მეტი თვალის ახვევა, მეტი მცდელობა, რომ წყალი აირიოს და თევზი დაიჭირონ. რას ფიქრობთ ამაზე? რადგან როგორც თქვენ თქვით, თუ ძალისმიერი პასუხი არ იქნება, ვერ შეძლებთ გაარკვიოთ რა ხდება. დიახ, როგორც მე მესმის, ჰორმუზის სრუტე საკმაოდ რთული სამხედრო გამოწვევაა. ირანელები კარგად არიან გამაგრებულები იქ, მათ მოამზადეს ინფრასტრუქტურა მთიან რელიეფში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე სანაპირო ზონაში. მათ იქ აქვთ ეფექტური სროლის პოზიციები, რაკეტების გაშვების ადგილები, რომლებიც გამოქვაბულების სისტემებში აქვთ გათხრილი და დამალული. ამ სისტემებს კი გასასვლელები ბევრ მილზე მოშორებით აქვთ, რაც ძნელად შესამჩნევია. და ჩემი სამხედრო თვალსაზრისით ეს არის მისია, რომელიც მოითხოვს ადგილზე სამხედროების ყოფნას. ეს საჭიროებს ან სპეციალურ დანაყოფებს, რეინჯერებს, საზღვაო ქვეითებს, ან ნებისმიერ ძალას, რომელსაც შეუძლია ან ჰაერიდან გადმოსვლა, ან ზღვით დესანტირება, რათა დაიკავოს მნიშვნელოვანი ტერიტორიები. არ ფიქრობ, რომ ეს მისია შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ჰაერიდან ან ზღვით. თუ აშშ-ს ნამდვილად სურს კონდეს ძალიან მაღალი დონის დარწმუნებულობა, რომ ირანელებს არ ექნებათ რაიმე შესაძლებლობა დაარტყან რაიმე ხომალდს რეგიონში, რასაც ისინი ალბათ მაინც ეცდებიან, იმისთვის, რომ სრუტე ნამდვილად იყოს ღია, ის უნდა იყოს საკმაისად უსაფრთხო. არა იმისთვის, რომ სამხედრო ხომალდმა გაიაროს ელექტრონული ბრძოლის სისტემებითა და ჯამერებით, არამედ იმისთვის, რომ უიარაღო ნელა მოძრავმა გიგანტურმა სატვირთო გემმა შეძლოს ამის გაკეთება. და სადაზღვევო კომპანიებმა უნდა იგრძნონ თავი საკმაისად უსაფრთხოდ, რომ ეს გააკეთონ. ეს იქნება საბოლოო კრიტერიუმი. ასე რომ, თუ მართლა გსურთ გახსნა და აპირებთ ამას ძალისმიერი გზით გააკეთოთ, ამას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება. მაგრამ კიდევ ერთხელ, აშშ-ს ამის შესაძლებლობა აქვს. და ვფიქრობ, რომ ისინი ამას მარტო არ გააკეთებენ. თუ ისინი გადაწყვეტენ ამის გაკეთებას, ვფიქრობ, რომ იქნება ისრაელის ჩართულობა ელექტრონული ბრძოლის, საჰაერო დარტყმების, დაზვერვის შეგროვებისა და შესაძლოა სხვა რესურსების მხრივ. ასე რომ, Pete Hegseth კიდევ ერთხელ ომის მდივანს ამ კვირის დასაწყისში კითხეს აშშ-სა და ისრაელზე, თუ ჩვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. და არ ვიცი, იყო თუ არა ეს ის ადამიანი, ვინც ამას კითხულობდა, იმიტომ რომ იცოდა, რომ აშშ-ში აპირებდა ესეთი საჯარო განცხადების გაკეთებას, რომელიც მალე გამოქვეყნდებოდა. მაგრამ Pete Hegseth-მა თქვა, რომ ისრაელსა და აშშ-ს შეიძლება ოდნავ განსხვავებული მიზნები ჰქონდეთ, მაგრამ მართვის სადავეები მხოლოდ ერთს უჭირავს. ამიტომ ვფიქრობ, აქ ორი საინტერესო კომპონენტია. ერთი ისაა, რომ შეიძლება ოდნავ განსხვავებული მიზნები გქონდეს. მეორე კი აშკარად ისაა, რომ მათი პერსპექტივიდან მხოლოდ ერთი ადამიანი მართავს. არ ვიცი, ისრაელი ამაზე გრძელვადიან პერსპექტივაში ზუსტად ეთანხმება თუ არა, შეიძლება მოკლევადიანში. მაგრამ რას ფიქრობთ? გძნობთ, რომ აქ სხვადასხვა მიზნებია და ისრაელი ცოტათი ნერვიულობს? მე თავიდანვე ამას ვამბობდი. ვფიქრობ, ისრაელს ჩვენ ამ საქმეში ჩვენი წილი გვაქვს. ამერიკელებს აქვთ, იცით, სტრატეგიული პოზიცია, მცდარი წარმოდგენის პრობლემები. და მათი ხედვა, იცით, ძალაუფლების კონკურენცია ჩინეთთან და მათი უნარი განახორციელონ დომინირება რეგიონში, ნავთობის ბაზრებზე, რესურსებზე თუდომა და ასე შემდეგ. ისრაელისთვის ჩვენი ხედვაა, რომ ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ეს არის ისრაელის უნარი გააგრძელოს არსებობა
დაიცვას თავი და მისცეს მოქალაქეებს საშუალება იცხოვრონ ნორმალურად და უსაფრთხოდ. ასე რომ, რა თქმა უნდა, აქ განსხვავებული ხედვაა და რა თქმა უნდა, ის რაც აშშ-თვის საბოლოო შედეგების თვალსაზრისით საკმარისი იქნება, შეიძლება არ იყოს ის, რასაც ისრაელი ესწრაფის. მე ვფიქრობ, ჩვენი მისწრაფებები, როგორც ქვეყნისა, რომელიც ესე დიდხანს იყო ირანული აგრესიის მსხვერპლი, იქნება ეს ირანის პირდაპირი აგრესია, ჰეზბოლა, ჰამასი, ისლამური ჯიჰადი, ჰუსიტები, ირანის პროქსი ძალები ერაყსა თუ სირიაში, ან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ერთად. ჩვენი ხედვა ბევრად უფრო ესეცია. მოდი მოვიშოროთ ეს რეჟიმი, რადგან მან ძალიან ბევრი ცუდი გააკეთა. ის რეგიონში ძალიან დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. ეს არის რაღაც, რომელსაც აქვს მკაფიო ფოკუსი და ოფიციალური მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, აქ არის განსხვავება იმაში, რასაც საბოლოოდ ისრაელი ეცდება გააკეთოს და ეს არის რეჟიმის დამხობა და გაათავისუფლოს თავი, ჩვენ და რეგიონი. ყველაზე დიდი დესტაბილიზაციისა და საფრთხის მომტანი ფაქტორისგან, ირანის რეჟიმისგან. მაშინ როცა აშშ ალბათ შეეგუება არსებული რეჟიმის არსებობას, დასუსტებულს, დამორჩილებულს, ბირთვული შესაძლებლობების გარეშე და რომელიც იძულებულია დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოაწეროს ხელი, კარგი აღარ გავამდიდრებთ ურანს და გადმოგცემთ გამდიდრებულ მასალას. რაც ალბათ საკმარისი იქნება ამერიკელებისთვის, რომ თქვან, კარგი, მისია შესრულებულია. და ამას საკმაოდ სამართლიანადაც შეძლებენ. არ მგონია ისრაელში ან რეგიონში ვინმეს ეჩვიეპარებოდეს ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ საკმაოდ ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი იღებს გადაწყვეტილებებს. ბევრი რამ მოხდა აქამდე, რაც ისრაელისთვის სასურველი არ იყო. და მე ვფიქრობ, ისრაელს სურდა, რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. მაგრამ აქ გარკვეული იერარქია და აშშ ლიდერია, აშშ გლობალური ზესახელმწიფოა. და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებს, რომ თითქოს კუდი აქიცინებს ძალს, სულად არ ესმის ძალთა ბალანსი აშშ-სა და ისრაელს შორის. და შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ, თუ როგორ აიძულებენ ისრაელს თავი შეიკავოს და შეზღუდოს თავისი სამხედრო ოპერაციები და ზეწოლა მტრებზე, რადგან აშშ-ს სხვა პრიორიტეტები აქვს. ისრაელი შეაჩერეს, რომ ჰამასი ბოლომდე არ დაემარცხებინა. ისრაელს უთხრეს, რომ არ გაეგრძელებინა ჰეზბოლას დაბომბვა ლიბანში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მტერი უკვე კუთხეშია მიმწყდეული, ისინი დასუსტებულები არიან, მაგრამ ჯერ არ დამარცხებულან. მაგრამ როცა შენი მტერი დასუსტებულია, სწორედ მაშინ უნდა გააგრძელოს ზეწოლა. ისრაელს ეუბნებიან, რომ ასე არ მოიქცეს. ამიტომ ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია რა მდგომარეობაშია ეს სიტუაცია. მოდით ლიბანში გადავინაცვლოთ, რადგან თქვენ ახსენეთ ჰეზბოლა და ისრაელი, რომლებიც თითქოს საზღვარზე გაჩერდნენ. ისრაელი ამჟამად ძალიან მნიშვნელოვან მაღალ პოზიციებს იკავებს ლიბანში, თუ სწორად ხვდები. ხვდები ჰეზბოლას ზემოდან უყურებს. მაგრამ ჰეზბოლა ადაპტირდება. იქ ინტენსიური დრონების ომი მიმდინარეობს. სამწუხაროდ ისრაელი ჯარისკაცებს კარგავს. ყოველი ჯარისკაცი ძვირფასია, რაოდენობრივად ბევრი არაა, ღმერთს მადლობა, მაგრამ დარტყმებს ვიღებთ. სად ვდგავართ ახლა? შეგვიძლია მოგცეთ სურათი, სად ვიმყოფებით დღეს ლიბანში? ხო, ის რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გააკეთეს, ჩემთვის ნაცნობია. მახსოვს, როცა ახალგაზრდა ჯარისკაცი ვიყავი და სამხრეთ ლიბანში ვიბრძოდი, გავნთავსდი ძველ ჯვაროსანთა ციხესიმაგრეში, ბოფორის ციხესიმაგრეში, ლიტანეს მდინარის გადაღმა, ნაბატიას და არნუნის მახლობლად. ასე რომ, რასაც ვხედავთ, არის საკმაოდ მსგავსი ხაზი, რომელსაც ჩვეულებრივ ყვითელ ხაზს უწოდებენ. ეს არის ისრაელის ჯარების წინ წაწეული განლაგება, რომელიც საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრშია. ეს ტერიტორია ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე ისრაელს ჰქონდა 1982-დან 2000 წლამდე, რამდენიმე კონკრეტულ უბანში, ოდნავ უფრო ფართოა. ის ლიტანის მდინარის გადაღმა და ზოგიერთი ნაწილი, რომელიც ადრე არ შედიოდა, დღეს უკვე შედის. მაგრამ თავარი ჩემი აზრით ისა, რას აკეთებენ იქ ისრაელის ჯარები. ეს არ არის ის, რასაც ისრაელი აკეთებდა 90-იანი წლების ბოლოს, როცა ისრაელის ჯარები მყარ ციხესიმაგრეებში იყვნენ განლაგებულნი და ძირითადად ელოდნენ თავდასხმებს და უბრალოდ. ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ბუფერი ისრაელის დასახლებებსა და იქ, სადაც ჰეზბოლა იყო. ისრაელი ახლა რაც აკეთებს, რეალურად ცვლის მიწის ფენას, ლანდშაფტს
და ძალიან ართულებს ჰეზბოლასთვის ამ ტერიტორიაზე რაიმეს გამოყენებას ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახლო მომავალში. როგორ ხდება ეს? იმ ინფრასტრუქტურის დაშლით, რომელიც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ჰეზბოლა იყენებდა ისრაელის წინააღმდეგ და მე ვგულისხმობ სახლებს, რომლებიც გამოუცდელი თვალისთვის, რომელსაც დაზვერვის ინფორმაცია არ აქვს, ჩვეულებრივ სამოქალაქო სახლად გამოიყურება. არსებობს მთელი სოფლები, შიიტური სოფლები სამხრეთ ლიბანში, აშაიბი დასავლეთ სექტორში, ელ-ხაიამი აღმოსავლეთ სექტორში და მრავალი სხვა. მთელი ტერიტორია მეტულას, ელადესისა და ხალაიას გარშემო და კიდევ ბევრი სხვა ადგილი, რომლებიც სამოქალაქო სოფლებს გავდა, მაგრამ სინამდვილეში ჰეზბოლას სიმაგრეები იყო, სადაც თითქმის ყველა სახლი ჰეზბოლას მიერ იყო გამოყენებული. ან სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, ან ოპერაციების ჩასატარებლად, ან ისრაელის მიმართულებით სროლისთვის, ან მებრძოლების დასაყენებლად ადგილზე გვირაბში, ან ამ ყველაფრის კომბინაციით. ამიტომ ისრაელი ეხლა რასაც აკეთებს და ეს ტაქტიკურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მომავლისთვის, უბრალოდ ამ ტერიტორიებს ასუფთავებს. და როცა ჩვენს მაყურებლებს ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდნენ ისრაელში და ნახონ ჩრდილოეთის საზღვარი, ვურჩევ რომ ეს გააკეთონ, რადგან ეხლა იქ ლანდშაფტი იცვლება. ის იცვლება უკეთესობისკენ ისრაელის უსაფრთხოების თვალსაზრისით. და ეხლა იქ იქნება უფრო მუდმივი ბუფერული ზოფერული ზონა, მაშინაც კი როცა ისრაელის ძალები იქიდან გამოვლენ, რაც გაართულებს ჰეზბოლასთვის ლიბანური სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ისრაელზე თავდასხმისთვის. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ ტაქტიკურ დონეზეა. ეს სტრატეგიული მიღწევა არ არის, რადგან ჰეზბოლას აქვს იარაღი, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შორს აღწევს, ვიდრე ბუფერული ზონის რამდენიმე კილომეტრი. და რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის ერთგვარი, იცით, დღეს ოფიციალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებული ძალიან პირობითი ცეცხლის შეწყვეტა და ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა. რეალურად ბოლოს სირენები ჩრდილოეთ ისრაელში ზუსტად 2 საათის წინ ჩაირთო. და იყო განუწყვეტელი განგაშები და შემოსული შეტევები, დრონები, რაკეტები, სარაკეტო დარტყმები ჰეზბოლას მხრიდან და ისრაელის თავდაცვის ძალები, როგორც ვთქვი, ასევე ატარებენ ოპერაციებს. უფრო მასშტაბური მოვლენები არ ხდება. ლიბანში დარტყმებს არ ვახორციელებთ, ბექაველშიც დარტყმებს არ ვახორციელებთ და ჰეზბოლას ყველაზე სენსიტიური სამიზნეები ამჟამად ამერიკული მითითებით ხელშეუხებელია. და რაც ბეირუთში და სხვა ადგილებში გვაქვს, ხო? და რაც გვაქვს, ეს არის სიტუაცია, სადაც იცით, კეთილი ნება და კარგი განზრახვები არსებობს, როგორც ლიბანელების, ასევე ისრაელის მხარეს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჰეზბოლას არავინ ანიარავებს. ლიბანის მთავრობა ამას არ აკეთებს. ისინი ამაზე საუბრობენ, მაგრამ ჩვენ არ ვხედავთ, რომ რაიმე ქმედებას ახორციელებენ. და ისრაელს უშლიან ხელს გამოიყენოს მეტი სამხედრო შესაძლებლობები. ეხლა რომ ძალიან გულწრფელი და ნათელი ვიყო, მე სამხედრო თვალსაზრისით არ ვფიქრობ, რომ გონივრული აგვჯეროდეს თითქოს ისრაელის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ ჰეზბოლას განიარაღება, ჰეზბოლას დაშლა, ან მისი სამხედრო გზით დამარცხება ამჟამინდელ სიტუაციაში. ეს ამოცანა წლები დასჭირდებოდა ალბათ და მოითხოვდა უამრავ რესურსს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე ისრაელი ამაზე კონცენტრირდებოდა. რაც მე ვფიქრობ შესაძლებელია და უნდა განხორციელდეს, ეს არის ერთობლივი სტრატეგია. სადაც აშეშუ ლიბანის სახელმწიფო, ისრაელი და შესაძლოა კიდევ რამდენიმე რეგიონული მოთამაშე, მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროები, შეიძლება საუდელები, შესაძლოა სირიელებიც კი გაერთიანებენ ძალებს და კონცენტრირდნენ ლიბანში არსებული ამ კიბოს უჯრედის, სახელად ჰეზბოლას, დასუსტებაზე და დაასუსტონ იგი სამხედრო საშუალებებით, ისრაელის ზეწოლით, ლიბანელების გარკვეული ზეწოლით, მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. მაგრამ ის, რაც ხელმისაწვდომია, არის ჰეზბოლას ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. მათ აქვს დამოუკიდებელი სისტემა, დამოუკიდებელი ფინანსური სისტემა ლიბანში, რომელიც ლიბანის ფინანსური სისტემისგან განსხვავებულია. ის უზრუნველყოფს ჰეზბოლას მხარდამჭერებს, შიიტებს სამხრეთში და ყველგან, სადაც შიიტები ცხოვრობენ.
მათ აქვთ სპეციალური ბანკი, Cardell Hassani და კიდევ რამდენიმე სხვა ფინანსური ინსტიტუტი, მათიტუტი, მათ აქვთ ბენზინგასამართი სადგურები, მათ აქვთ სუპერმარკეტები. რატო არ დაურტყამთ ამას, ჯონათან? ზოგი მათგანი უკვე დაზიანებულია. ანუ ისრაელის თავდაცვის ძალები დახიაში ფულისა და ოქროს საცავებს ესხმიან თავს. ეს ომის ადრეულ ეტაპზე გავაკეთეთ, როცა ჰასან ნასალეჰი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მახსოვს ესეც გამოვაქვეყნეთ რაღაცნაირად, როგორც ოქროს ნადირობა, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა დახიაში მცხოვრებ ხალხს აცნობეს ზუსტად რომელი შენობების ქვეშ ინახავდა ჰეზბოლა თავის ოქროსა და ფულს. და იცი გვაინტერესებდა რა მოხდებოდა და რამდენი მცდელობა იქნებოდა რომ ხალხი რეალურად მისულიყო და აეღო ის. მაგრამ ლიბანური ოქროსციებ ცხელება. დიახ, ლიბანური ოქროსციებ ცხელება ელდორადო. მაგრამ ინფრასტრუქტურა ეკონომიკურად საკმარისად არ დაზიანებულა. ფიზიკური ზიანი მიადგა, მაგრამ ინფრასტრუქტურა არსებობს. და უფიქრობ ეს ის საკითხია, რაზეც ისრაელმა, ლიბანის სახელმწიფომ და აშშ-მ უნდა გაამახვილონ ყურადღება, რათა შეასუსტონ ჰეზბოლას შესაძლებლობა გააგრძელოს მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობა, შეასუსტონ მათი უნარი, განაგრძონ მებრძოლებისთვის ხელფასის გადახდა, შეასუსტონ მათი უნარი, კონდეთ ეს განცალკევებული იზოლირებული ქსელი. ეს უზრუნველყოფს საწვავს, გაზს, სამედიცინო მომსახურებას, სკოლებს, სადა ფულს იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ სერვისების მიღებით ჰეზბოლას ერთგულისრჩება და განაგრძობს მათ მხარდაჭერას. ეს უნდა შესუსტდეს და ამისთვის საჭიროა მოთმინებით, გრძელვადიან პერსპექტივაზე გაცვლილი მიდგომა, რომელიც ყველა მიმართულებიდან ზეწოლას მოახდენს. იმ მიზნით, რომ საბოლოოდ ჰეზბოლა იმდენად დასუსტდეს, რომ ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა და ლიბანის მთავრობამ შეძლონ შესვლა და გააკეთონ ის რაც საჭიროა, ანუ განაიარაღონ ჰეზბოლა. იმაზე მეტი დანაკარგების გარეშე, ვიდრე მათ გამკლავება შეუძლიათ. და მე არ მგონია, რომ ეს ზღვარი ძალიან მაღალი იყოს. ამიტომ ეს უნდა იყოს ძალიან დაბალი და მართვადი რიცხვი. როგორ შეიძლება ამის მიღწევა ჰეზბოლას ნიშნულად დასუსტებით მანამდე. მე მჯერა, რომ ეს მიღწევადია. მე ვფიქრობ, რომ ეს რეალისტური მიზანია, რომლის მიღწევაც ისრაელის სახელმწიფოს, ლიბანის სახელმწიფოს, აშშ-ის სახელმწიფოს, აშშ-ის დახმარებით და კიდევ რამდენიმე პარტნიორთან ერთად შეუძლიათ სცადონ. და ვფიქრობ, ეს ისრაელსა და ლიბანს დიდ სარგებელს მოუტანს და იმედი მაქვს ამას ვიხილავთ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს და ტერორისტულ რეჟიმებს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა აქვთ. ისინი გრძელვადიანად ფიქრობენ და გეგმავენ. ისინი არ ფიქრობენ არჩევნების ციკლებზე, პოპულარობაზე და რეიტინგებზე. ისინი გრძელვადიანად ფიქრობენ. და რაც ჩვენ კარგმა მხარემ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ჩვენს გრძელვადიანად ვიფიქროთ და პრიორიტეტები სწორად დავსვათ. თუ ცოტა უკან დავიხევთ და ლიბანს, ისრაელს და რეგიონს შევხედავთ, ეხლა მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ ირანის მიერ ოდესმე შექმნილი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროქსი რეალურად გავანადგუროთ. ირანის რეჟიმი ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია, ჰეზბოლა ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია, ეხლაა დრო, ალბათ ლიბანის მთავრობას არასოდეს ექნება უკეთესი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის კონტროლი აიღოს საკუთარ ხელში. მათ უნიკალური დახმარება აქვთ. აშშ-ში, ისრაელი, შესაძლოა ემირატები და სხვებიც, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ. რაც მათ სჭირდებათ, არის ამ მომენტის გამოყენება. პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ძალიან კაფიოდ აცხადებენ, რომ როგორც კი ეს დასრულდება, ისინი შეეცდებიან საფრთხე გაანეიტრალონ. ეხლა თქვენგან მესმის, რომ ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს აშშ-ის მხრიდან მომარაგების გარეშე. ალბათ ჩვენ არასოდეს გვეყოლება აშშ-ის პრეზიდენტი ან ძნელია წარმოვიდგინოთ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ისრაელის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. თუმცა ის ახლა ცდილობს დაარწმუნოს ამერიკელი ხალხი, რომ ირანი მნიშვნელოვანია. არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებთ მათ დარწმუნებას, რომ ლიბანიც მნიშვნელოვანია. შეიძლება მათ ისრაელის მომარაგება შეძლონ. მაგრამ ისრაელი არ ფიქრობთ, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა თუ სრულ ძალას გამოიყენებს და მზად იქნება ფასის გადახდისთვის. რომ შეგვიძლია ჰეზბოლა ზორამდე მივიყვანოთ, დავარტყათ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბენზინგასამართ სადგურებს, მოვაშოროთ ნებისმიერი შემოსავალი, რასაც ისინი იღებენ და ისე ძლიერად მივაწვდინოთ ზეწოლა, რომ ლიბანის მთავრობა ჩაერიოს.
დიახ, კინეტიკური საშუალებებით არა. ვფიქრობ ისრაელს შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს, ვფიქრობ ისრაელს შეუძლია ჰეზბოლას ძლიერი დარტყმა მიაყენოს, შეუძლია ჰეზბოლას მეთაურებსა და მის სტრუქტურას მნიშვნელოვანი სტრუქტურული ზიანი მიაყენოს. უკვე რამდენიმე 1000 მოვკალით. ჩვენი მამაცი მებრძოლები ისრაელის თავდაცვის ძალები და ისრაელის საჰაერო ძალები ადგილზე, ახლო ბრძოლაში, ახლო მანძილზე ბრძოლაში დლაში და სხვა საშუალებებით უკვე ძალიან ეფექტურად მოქმედებენ ჰეზბოლას წინააღმდეგ, რაც მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ სამხედრო მიღწევები, ჩემი აზრით, მხოლოდ გარკვეულ წერტილამდე მიგიყვანს და ჰეზბოლა სანამ მას შიიტი მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს, სანამ მას აქვს სტრუქტურა, ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევს მას იარსებოს როგორც სახელმწიფოში, ისინი შეძლებენ, იცით, უფრო თავდაცვითად ისაუბრონ და ისიც ნაკლებად იქნებიან გამოჩენილები. ისინი დაელოდებიან, სანამ ზეწოლა შესუსტდება და შემდეგ ისევ გამოჩნდებიან. და ეს იცით ისაა, რაც წარსულში ტერორისტულ ორგანიზაციებს გაუკეთებიათ. ტერორისტული ორგანიზაციები ძალიან კარგად ახერხებენ შემცირებას. და შემდეგ, როცა სიტუაცია გაუმჯობესდება, ისევ ფართოდებიან, უფრო მეტ ადამიანს იწვევენ, გამარჯვებულებად გამოდიან და აცხადებენ, რომ ამ ძლიერმა სახელმწიფომ სცადა. დაგვემარცხებინა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ. ეს კარგი მოწოდებაა ახალი წევრების მოსაზიდად და ეს უნდა ავიკვეთოს. ამიტომ, ჩემი აზრით, ყოვლის მომცველი ზეწოლა, ანუ სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ეს არის სწორი გზა. და ვფიქრობ, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლას კიდე რამდენიმე თვე ვიხილავთ. შეიძლება არა იმ ინტენსივობით, როგორც გვინდა, მაგრამ ვფიქრობ, მცდელობები გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, რას ფიქრობს მსოფლიო ან რას ფიქრობს ამერიკა ამაზე, ვფიქრობ, აქ ისრაელს მეტი თავისუფლება ექნება მოქმედებაში, რადგან ლიბანი ირანისგან განსხვავებით არ ახდენს გავლენას გლობალურ ნავთობის ფასებზე, ან რეალურად არ იმოქმედებს იმაზე, რამდენს გადაიხდიან ამერიკელები ბენზინგასამართ სადგურზე. და შესაბამისად, ვფიქრობ, ისრაელს მეტი შესაძლებლობა ექნება ასე მოიქცეს. და ასევე ვფიქრობ, რომ ევროპელები, რეგიონში მცხოვრები არაბები, ბევრი ადამიანი კარგად ხვდება რა არის ჰეზბოლა, რამდენად საზიანოა ჰეზბოლა ლიბანისთვის და რამდენად საზიანოა რეგიონისთვის. ამიტომ იქნება მზადყოფნა ან სულ მცირე ნაკლები ჩარევა, რომ ისრაელმა რეალურად შეძლოს საქმის ბოლომდე მიყვანა. ჩვენსა და ლიბანს შორის ომში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი ასპექტი დრონებით ბრძოლა იყო. და ჩვენ ნახეთ, როგორ განვითარდა ეს რამდენიმე ეტაპად. ეს გავს iPhone 1-დან iPhone 10-მდე გადასვლას ძალიან მოკლე დროში. და ეხლა ჩვენ საუბრობთ ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებზე. შეგიძლია აგვიხსნა ჯონათან, როგორ განვითარდა დრონების გამოყენება, რატომ დაგჭირდა ისინი, რატომ ვისმენთ ახლა ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების გამოყენებაზე ორივე მხრიდან და რატომ არის ეს ასე საშიში? დიახ, ანუ ძალიან ბევრი რამ ხდება და უამრავი ტექნოლოგიური განვითარება სამოქალაქო და სათამაშო ტექნოლოგიების სამხედრო სცენარებში გამოყენებასა და დანერგვაში. ბევრი რამ მოხდა უკრაინასა და რუსეთს შორის ომში. ორივე მხარემ ნამდვილად გამოიყენა ტექნოლოგია და ძალიან კრეატიულად მიუდგა მის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას. ვიტყოდი, რომ უკრაინელებმა ეს ალბათ უკეთესად, სწრაფად და უფრო ეფექტურად გააკეთეს ვიდრე რუსებმა. და ვფიქრობ, როგორც უფრო მცირე ძალამ მათ შეძლეს რუსებზე დიდი გავლენის მოხდენა. და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოხდეს ერთ საბრძოლო ველზე, ეს ჩვეულებრივ სხვა საბრძოლო ველებზეც შეიმჩნევა, გადმოიღება ან იხვეწება. ასე რომ, რასაც ხედავთ, ისრაელი და ჰეზბოლა იყენებენ ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია, იაფია, სწრაფია, გაფართოებადია და ეფექტურია საბრძოლო ველზე. როგორც იარაღს, იცით, ამ დრონებს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასპექტი აქვთ. რადგან ეს ნამდვილად აიძულებს ადამიანს ადგილზე. იქნება ის ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი თუ ჰეზბოლას ტერორისტი, იგრძნოს საფრთხე. ან აცნობიეროს, რომ ნებისმიერ დროს, როცა ის გარეთა ღია ცისქვეშა ან დაუჯავშნელ მანქანაში ზის, შეიძლება გახდეს სამიზნე. და ეს იცით რთული მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდე. რაც ტექნოლოგიის მხრივ ხედავთ, ეს არის დრონები,
რომლებიც ბოჭკოვან ოპტიკას იყენებენ მათი მართვისთვის, რაც მათ თითქმის შეუძლებელს ხდის დაბლოკვას, გადაჭერას და ჩარევას. შეგიძლიათ ეს ახსნათ, ანუ ჩვეულებრივი დრონი, მაქვს პატარა პულტი და ჩემი DJI Hire-ში ადის და მიფრინავს. დიახ. ეს რადიოზეა დაფუძნებული. ეს რადიო და რადიო მუშაობს. რადიო ტალღები შეიძლება და მართლაც იხშობა, მათი ჩახშობა შესაძლებელია. ესეთი დრონის კონტროლი შეიძლება ადვილად აიღონ ხელში და მიწაზე ჩამოაგდონ. ამის შემდეგ ის აღარ წარმოადგენს საფრთხეს. Hezbollah-საც კი აქვს ეს ტექნოლოგია, რომ ჩაახშოს და გარკვეულ დონემდე. საერთოდაც კი არ არის ისეთი განვითარებული, როგორც ისრაელსა და სხვა ქვეყნებს აქვთ, მაგრამ დიახ, მათაც აქვთ ეს შესაძლებლობა. ბოჭკოვანი ოპტიკა უბრალოდ ძალიან თხელია. წარმოიდგინე რაღაც თმის მსგავსი, დიამეტრით შეიძლება ოდნავ სქელი იყოს ვიდრე თმა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გამძლეა. ეს მოთავსებულია პატარა კონტეინერში დრონის ქვეშ, ძალიან მსუბუქია და ისეა მოწყობილი, რომ უბრალოდ დრონიდან გამოეთავისუფლება. და ის აკავშირებს კონტროლერსა და დრონს, როცა დრონი ჰაერშია. ეს ძაფის კოჭოს გავს, ზუსტად ასე. თითქმის როგორც ფრანი, თითქოს ძაფი აქვს მიმაგრებულებული. ძაფი, რომელიც მასია მიმაგრებული, ძალიან სწრაფად გადასცემს ინფორმაციას ისე, რომ გარედან ვერ ჩაერევი. ეს რადიო ტალღები არ არის. და რომ გავლენა მოახდინო მასზე, ფაქტობრივად უნდა გაჭრა ეს ძაფი, რაც ძალიან რთულია, რადგან ის დაფრინავს. ეს დრონები ძალიან მოქნილები არიან, ძალიან სწრაფები და შეუძლიათ დიდი სიმაღლეზე ფრენა. გულისხმობ ისინი სტრატეგიული არ არიან, მაგრამ შეგიძლია საკმაოდ მაღლა ააფრინო მიწიდან და შემდეგ ძალიან ვიწრო ადგილებში ძალიან მანევრულები არიან და ძალიან სწრაფად რეაგირებენ. და ოპერატორების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ უნარები და მომზადება, შეგიძლია სწრაფად მოძრავ სამიზნეებს დაარტყა, მაგალითად ორ ტერორისტს, რომლებიც მოტოციკლეთზე სხედან, სრულ სიჩქარეზე მიდიან და გაქცევას ცდილობენ. ისინი სამიზნედ იქცევიან თუ ღია სივრცეში იქნებიან. და ჩვენ ნახეთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს წარმატებით გააკეთეს სულ რამდენიმე დღის წინ. და სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ, რომ ჰეზბოლამ მსგავსი დრონები გამოიყენა მაშინ, როცა ისრაელის ჯარისკაცები დაჭრილების ევაკუაციას ცდილობდნენ. ჰეზბოლა კი ვერტმფრენზე დარტყმას ცდილობდა. ჩვენ ნახეთ, როგორ ესხმიან თავს მერკავას ტანკებს, ჯიპებს და სხვა ინფრასტრუქტურას. ასევე იმ ადგილებს, სადაც ისრაელის ჯარისკაცები სახლებში იმყოფებიან. ეს ყველაფერი ხდება. ასე რომ ეს იარაღია, რომელიც იცით, გასაკვირი არ არის. ჩვენ ამას დიდი ხანია ვაშუქებთ. ყველა, ვინც სამხედრო საკითხებით არის დაინტერესებული, ხედავს და აღიარებს დისტანციურად მართვადი აპარატების მზარდ მნიშვნელობას. სატრანსპორტო საშუალებების იქნება ეს ჰაერში, ზღვაზე თუ მიწის ქვეშ, ეს მართლაც ძალიან ძლიერი ტენდენციაა. და რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ ორივე მხარე იყენებს მათ შედარებით ეფექტურად. ისრაელი ძალიან ეფექტურად იყენებს დრონებს მიწის ქვეშ, რათა გაწმინდოს ჰამასისა და ჰეზბოლას მიწის ქვეშა ინფრასტრუქტურა, მოძებნოს ასაფეთქებელი ხაფანგები და იცით, სანამ ძაღლს ან ისრაელ ჯარისკაცებს ჩაუშვებთ, ყველაფერს საფუძვლიანად ვამოწმებთ დრონებით. ჩვენ შევძელით მათი გამოყენება ტერორისტების გასანადგურებლად. და უკვე ბევრი ვიდეო მასალაც არსებობს. და ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ისრაელის თავდაცვის ძალები ახალ ტექნოლოგიას იყენებს და შეუძლია აჩვენოს რას აკეთებს ბრძოლის ველზე. და სამწუხაროდ ვნახეთ, რომ ჰეზბოლამაც ეფექტურად გამოიყენა ეს იარაღი. და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გამწვავდება მანამ, სანამ რომელიმე მხარე, ჩემი აზრით ეს იქნება ისრაელი, არ იპოვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, რომელიც გააუქმებს მეორე მხარის შესაძლებლობას გამოიყენოს ეს იარაღი. ეს ყოველთვის ასე ხდება. ყოველთვის არის კონკურენცია თავდამსხმელსა და დამცველს შორის, საბრძოლო თავასა და დამცავ ჯავშანს შორის. ეხლა მინდა ჩრდილოეთიდან გადავინაცვლოთ, ჩავიდეთ სამხრეთში და შევიდეთ ღაზაში. უკვე რამდენიმე თვეა ისრაელი კვლავ გაჩერებულია კიდევ ერთ ყვითელ ხაზთან ღაზის სექტორში. შენ და მე ორივემ კარგად ვიცით ღაზა. ლიბანი შენ თითქმის ყველაზე უკეთ იცნობ, ვინც მე შემხვედრია, მაგრამ ისრაელის ჯარები ამ ყვითელ ხაზთან არიან ღაზაში და მშვიდობის საბჭო არსებობს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა. არ ვიცი დღეს ვინ ხელმძღვანელობს მას. რაც შეეხება პოპულარულ ხელმძღვანელს, მშვიდობის საბჭოს ხავს ტექნიკური ხელმძღვანელი.
მაგრამ ჩვენ ვისმენდით თუნდაც დოკუმენტში, რომელიც დღეს დილით Times of Israel-ში გაჟონა, სადაც როგორც ჩანს ეს ეწერა. მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ჰამასი უახლოეს მომავალში არ დათანხმდება განიარაღებას, ამ ანგარიშის მიხედვით ის ვერ ეთქვის ისრაელს, რომ გააგრძელოს თავი შეიკავოს ჰამასზე შეტევების განხორციელებისგან. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაგვიხატოთ სურათი, სად ვართ დღეს ღაზაში და როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ჰამასი არ განიარაღდება. ასე რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მგონი 2008-3 იყო თუ არ ვცდები, რომელიც არის ტრამპის სამშვიდობო გეგმის ოფიციალური საერთაშორისო ვერსია, 20 პუნქტი, მაგრამ კონკრეტულად პირველი პუნქტია, რომ ღაზის სექტორი იქნება დემილიტარიზებული და დერადიკალიზებული. ეს არის პირველი მოქმედების პუნქტი. დემილიტარიზებული ნიშნავს, რომ ჰამასი განაიარაღდება, ისინი დაყრიან იარაღს და უარს იტყვიან ღაზის სექტორზე კონტროლზე. ჩვენ ჯერ კიდევ ამ ეტაპზე ვართ. იცით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ძევლები სახლში დაბრუნდნენ. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები პრეზიდენტის პირადი ჩართულობისთვის, მისი მოლაპარაკებების გუნდისთვის, იმ ფაქტისთვის, რომ მათ შეძლეს ეს საოცარი საქმე და ყველა ჩვენი მძევალი დააბრუნეს სახლში, როგორც ცოცხლები, ასევე მოკლულები. და 2014 წლის შემდეგ პირველად ღაზას სექტორში აღარ არიან ისრაელები. და ეს ფენომენალური მიღწევაა, რომელიც უფიქრობ სამუდამოდ დაგვრჩება მეხსიერებაში, როგორც ებრაელ ხალხს და მადლობას გადაუხდით პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს. ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ ამის გარდა, როცა ვუყურებთ რეალობას ადგილზე, გვაქვს ტრამპის გეგმა, რომელიც ქაღალდზე სრულიად კარგია. იცით, რასაც ვფიქრობ ისრაელი შეგვებოდა, შესანიშნავი იქნებოდა ღაზაში მცხოვრები ხალხისთვის. შესანიშნავი იქნებოდა რეგიონისთვის. ეს დააკენებდა მათ სხვა გზაზე, კეთილდღეობისა და კარგი მომავლის განსხვავებულ ტრაექტორიაზე. მაგრამ პირობა და ყველაფერი დამოკიდებულია ჰამასის განიარაღებაზე. და მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელი ნიკოლაი მლადინოვი, ძალიან გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსი, აქ იყო თავის წინა როლში, როგორც გაეროს სპეციალური კოორდინატორი. იშვიათი შემთხვევაა, როცა გაეროს დანიშნული ოფიციალური პირი რეალურად ორივე მხარის, ისრაელისა და არაბების მხრიდან პატივცემული იყო და ეფექტურად მიიჩნეოდა. ეს არის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა და ესმის რეგიონის დინამიკა. და ვფიქრობ, თუ მან ეს თქვა, რაც ჩვენ არ მოგვისმენია, მაგრამ თუ მართლა თქვა, ეს ძალიან რეალისტური შეფასებაა. ცხადია, სანამ ჰამას აქვს იარაღი, წინსვლა შეუძლებელია. არავინ გაწმენს ნანგრევებს, არ იქნება აღდგენა, არ იქნება ალტერნატიული საცხოვრებელი. არაფერი კარგი არ მოხდება, სანამ ჰამასი აგრძელებს ღაზას სექტორის დარჩენილი ნაწილისა და იქ ცხოვრები ხალხის ჩაგვრას. ასე რომ ეს არის წინაპირობა, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული და კარგია რომ ეს ახლა ღიად ითქვა, რადგან ბევრ ადამიანს იცით ეგონა ნახევარი წლის წინ ან ცოტა მეტი, როცა შეთანხმება შედგა, რომ არა ყველაფერი კარგადაა, ეხლა მშვიდობა იქნება და იცით კონფლიქტი მოგვარდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე სწრაფად არა. ისევ საწყის წერტილში ვართ. და ჰამასმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა ოფიციალურადაც თქვეს ეს გასულ კვირას, იცით ვიფიქრეთ როგორც ამბობენ და ჩვენ არ განვიარაღდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ღაზის სექტორის კონტროლს. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ და ღაზის მოსახლეობა ისევ ტანჯოში ვრჩებით. ეს ნიშნავს, რომ ღაზის სექტორი ჰამასის ოკუპაციის ქვეშ რჩება, ღაზის სექტორი საშინელ ჰუმანიტარულ მდგომარეობაში რჩება და ყველა ვინც ზრუნავს იქ მცხოვრები ხალხის მდგომარეობაზე, უნდა მიმართოს თავისი ენერგია მხოლოდ ერთ საკითხზე. ჰამასის მოცილება. როგორც კი ეს მოხდება, მაშინ გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ღაზაში დადებითი მოვლენების ჯაჭვი დაიწყოს, მოხდეს დერადიკალიზაცია და დამყარდეს სხვა ტიპის მთავრობა. რეკონსტრუქციის განხორციელება, პროფესიული გადამზადება, სხვა საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა, უნრვას ღაზაში გაუქმება და ღაზიდან გაძევება და შემდეგ სხვა საგანმანათლებლო სისტემის დანერგვა. რათა ღაზას მოსახლეობა საკუთარ მომავალ კეთილდღეობაზე კონცენტრირდეს და არა ისრაელის განადგურებაზე, როგორც ცხოვრების მთავარ მიზანზე. ბევრი დადებითი რამ მოხდება. ამათგან არც ერთი არ მოხდება, თუ ჰამასი არ განიარაღდება.
და სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ დღეს. ისრაელის ჯარები განლაგდნენ ღაზას სექტორში, შლიან ფენაფენად, გვირაბ-გვირაბად. ჰამასმა მრავალი წელი და ღაზას სექტორისთვის გამოყოფილი უცხოური დახმარების დიდი ნაწილი სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენებას მოახმარა, რომელსაც ისრაელის ჯარები ყოველდღიურად ანგრევენ. მაგრამ საბოლოო ჯამი სამწუხაროდ პესიმისტურია. თუ ჰამასი არ იქნება მზად განიარაღდეს და ამას არავინ აიძულებს, ღაზას სექტორი ისევ საწყის წერტილში დარჩება. ეს ნიშნავს, რომ ისრაელი იძულებული იქნება თავად გააკეთოს ეს. რაც ამას ძალიან მოსალოდნელს ხდის. ჯონათან, მინდა მადლობა გადაგიხადო. შენთან ერთად ყოველთვის მოგზაურობა. მგონია, რომ თითქოს სადღაც საჰაერო სადაზვერვო აპარატში ავდივართ. ირანში მივფრინავთ. ხორმუზის სრუტეში გავფრინდებით, ლიბანში დავბრუნდებით, ისევ გავფრინდებით ღაზაში. შენ საოცრად კარგად გესმის ახლო აღმოსავლეთი. და მინდა უთხრა ჩვენს მაყურებლებს, როგორც ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენელმა, როგორც ისრაელის სახელმწიფოს სპიკერმა ჯონათან ვფიქრობ, შენი სიცხადე ნამდვილი საჩუქარია ებრაელი ხალხისთვის. ასე რომ მადლობა რომ შემოგვიერთდი. მადლობა თქვენ მაინც. და ჩვენ ყოველთვის დაგაძალებთ და აბლუნდეთ ზავზე, სანამ შეგვიძლია. არ არის საჭირო იძულება, მიხარია ყოველი შესაძლებლობა. და ვფიქრობ, რომ JNS შესანიშნავად ასრულებს საქმეს იმ ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში, ვისაც სურს გაიგოს ისრაელთან დაკავშირებული სირთულეები, კარგით, ცუდით და უსიამოვნოც. არაფერს ამშვენებს ისრაელი ან ისრაელის თავდაცვის ძალები, არამედ რეალურად უკეთესად გვაგებინებს რეალობას, რის შესაძლებლობასაც ხშირად დასავლეთის მასობრივი მედიის მომხმარებლებს ართმევენ. თუ მხოლოდ მასობრივ მედიას უსმენთ, თქვენი წარმოდგენა ადგილზე არსებულ სიტუაციაზე მცდარი იქნება. იქნება ეს ირანი, ღაზა, ლიბანი, იუდეა და სამარია, თუ ისრაელის პოლიტიკა თქვენი წარმოდგენა მაინც მცდარი იქნება. და რასაც ურჩევ ხალხს არის ის, რომ ყოველთვის გქონდეთ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო, მათ შორის JNS TV და სხვა წყაროები, რომლებსაც ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე გაცილებით უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ. და ყოველთვის მიხარია, როცა აკופნის შესაძლებლობა მაქვს. მადლობა. დაგი, მადლობა ჩემო მეგობარ.